გამარჯობა, მე ვარ მარიტა გენებაშვილი, მიკროგრინის დამფუძნებელი. მე და ლეკო, ჩემი მეუღლე და ბიზნეს პარტნიორი, დიდი ხანია დაინტერესებული ვართ კულინარიით და ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი ექსპერიმენტი ჩაგვიტარებია განსაკუთრებით ჯანსაღი კვების მიმართულებით. რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს მეთოდი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ბოსტნეული შეგვიძლია მისი მცირე ვერსიის სახით მოვიყვანოთ. ამას მიკრომწვანილი ეწოდება, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვაგროვეთ ინტერნეტში მიკრომწვანილის შესახებ და დავიწყეთ სახლის პირობებში ექსპერიმენტულად პირადი მოხმარებისთვის რამდენიმე სახეობის მოყვანა. აქედან გამომდინარე დაიბადა ეს იდეა, რომ ჩვენი ჰობი, რომელსაც დიდი ხანია სახლში ვეწევით, გადაგვეტანა უკვე ბიზნეს საქმიანობაში. მიკრომწვანილის მოყვანის რამდენიმე ხერხი არსებობს. ჩვენ ამ ეტაპზე ჩვენ სათბურში ვიყენებთ როგორც ორგანულ კომპოსტზე, ანუ მიწაზე, ნიადაგზე მოყვანის მეთოდს, ასევე ჰიდროფონიკულ მეთოდს, რომელსაც ამჯერად ტესტავთ და მალე ჰიდროფონიკურ მეთოდით მოყვანილ მწვანილსაც შევთავაზებთ მომხმარებელს. ძალიან დიდი პლუსი მიკრომწვანილის მოყვანაში არის ის, რომ ის არ საჭიროებს არავითარ დანამატებს, არავითარ სასუქს, არავითარ ხელოვნურ ჩარევას იმისთვის, რომ გაიზარდოს იმ დონემდე, რა დონემდე ვზრდით. სწორედ ეს მისი ახალგაზრდა ასაკი, ანუ ჩვენ დაახლოებით 2 კვირის ასაკში ვკრიფავთ მიკრომწვანილს, ზუსტად ეს არის ის ყველაზე დიდი პლუსი ამ ბოსტნეულის, რომ სრულიად ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს, ნუტრიენტებს, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, არაფერს არ კარგავს და ყველაფერი არის ორგანული, ბიოლოგიურად სუფთა, რადგან არ ხდება არავითარი ხელოვნური დანამატი მისი მოყვანის დროს. მხოლოდ ვიყენებთ წყალს და ნიადაგს. სტარტაპ საქართველოს შესახებ სოციალური მედიიდან შევიტყვეთ და მივხვდით, რომ ეს იყო ის შანსი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა, რათა ჩვენი ჰობი გვექცია რეალურ ბიზნესად. ჩვენ შემთხვევაში ინოვაციურობის კატეგორიაში ჯდებოდა ჩვენი ორივე მიმართულება, ანუ თავად პროდუქტის მიკრომწვანილი აქამდე ცნობილი არ იყო ფართო საზოგადოებისთვის საქართველოში და ასევე სათბურის ტიპი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა, ეს არის ვერტიკალური სათბური, ანუ ურბანული ფერმა, მომავლის ფერმა, როგორც ეძახიან. ამ ფერმის ძალიან დიდი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ვაკონტროლოთ ის მიკროკლიმატი, რომელიც შექმნილი გვაქვს ბოსტნეულისთვის, რომ ის იყოს მაქსიმალურად კარგი ტენიანობის ტემპერატურის კუთხით, რომ საუკეთესო მოსავალი მივიღოთ. სტარტაპ საქართველოში აპლიკაციის შევსების შედეგად მოხდა ჩვენი შერჩევა და მოხდა ჩვენი ბიზნესის პროექტის დაფინანსება. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, საინტერესოა ისიც, რომ სტარტაპ საქართველოს ძალიან გვიდგას გვერდში იმხრივ, რომ თავაზობს სხვადასხვანაირ ტრენინგებს, კვალიფიკაციის ამაღლებას და ასე შემდეგ იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც კონკრეტულ ბიზნესს ესაჭიროება.